თავდაცვის მინისტრი პოლიტიკური თავდასხმების კომენტირებით არ უნდა იყოს დაკავებული, მაგრამ იმდენად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არის ამ საკითხის მიმართ, მინდა გითხრათ, რომ ეს არის პოლიტიკური თავდასხმა თავარ პროკურორზე, ეს ნათლად იკითხება, იმიტომ რომ წინა ხელისუფლებისთვის ის იყო გამორჩეული სანიმუშო საჯარო მოხელე, რომელიც ორდენითაც დაჯილდოვდა და დღეს, როდესაც გამოძიებამ ეს საჯარო მოხელე მიიყვანა წინა ხელისუფლების ნაციონალური მოძრაობის ლიდერების კვალთან, უცებ ხდება ცვლილება, ეჭვიშედის მის პროფესიონალიზმში, მის განათლებაში, მის მორალში. აქედან გამომდინარე, ეს აშკარად არის პოლიტიკური თავდასხმა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პროკურატურის სისტემაზე. წერტილი, ევას წყალი არ გავა. მეორე, ეხლა რაც თქვენ თქვით და რაც საზოგადოებას აღელვებს ის შეკითხვები, რაც მთავარი პროკურორის წარსულს უკავშირდება, მე ვთვლი, რომ მათ დამაჯერებელი პასუხი უნდა გაეცეთ ამ შეკითხვებს, მაგრამ მთავრობა ვერ მოექცევა ვერანაირად ოპოზიციის პოლიტიკური თავდასხმის ტყვეობაში და ვერ შეაჩერებს და პირიქით უზრუნველყოფს, რომ ყველა ის მნიშვნელოვანი საქმე, რაც პროკურატურას მიყავს, ბოლომდე იქნას მიყვანილი და გამოძიებული. მაგრამ აღელვების გარეშე უნდა შევისწავლოთ ყველა ეს ბრალდება და მივიღოთ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება. ახლა პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ შეუძლია მიიღოს სწრაფი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, თუ კი ის ჩათვლის, რომ ასეთი შედის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებში და გაგახსენებთ თუნდაც, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მისი პირველი მოადგილის საკითხი, როდესაც დაინახა, რომ სახელმწიფოს ინტერესებში, სისტემის ინტერესებში შედიოდა ესეთი გადაწყვეტილების მიღება, მან ეს მიიღო. ასე რომ ეს ჩვენი მთავრობისთვის, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენი მთავრობისთვის, იმიტომ რომ ყველაფერზე ერთიანად ვიღებთ პასუხისმგებლობას, უცხო არ იქნება, თუ კი ამის აუცილებლობა დავინახეთ.